პავლე მოციქულის წერილი კოლასელთა მიმართ. ეს წერილი პავლემ ციხეში ყოფნის დროს დაწერა. ის ბევრჯერ იმყოფებოდა საპყრობილეში აღმდგარი უფლის შესახებ ქადაგებისათვის. წერილი მიმართულია იმ ადამიანებისადმი, რომლებიც პავლეს არასოდეს ჰყავდა ნანახი და არც მათი ეკლესია იყო მისი დაარსებული. კოლოსეს ეკლესია დაარსებული გახდათ პავლეს თანამშრომლის, ეპაფრას მიერ, რომელიც თავადაც ამ ქალაქიდან იყო. ეპაფრამ ცოტა ხნით ადრე მოინახულა ციხეში მყოფი პავლე და აუწყა ის თუ რა კარგად იყო საქმე კოლოსეს ეკლესიაში. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მორწმუნეებზე ზეწოლას ახდენდა იქაური კულტურა, რაც ცდუნება იყო მათთვის, რომ ზურგი ექციათ უფალი იესოსთვის. სწორედ ამიტომ დაწერა პავლემ ეს წერილი. მან მოუწოდა კოლასელ მორწმუნეებს, რომ გამკლავებოდნენ ეპაფრას მიერ წამოწეულ პრობლემებს და უფრო მეტი ერთგულება გამოეჩინათ უფალი იესოს მიმართ. წერილის აგებულება და აზრთა ნაკადი საკმაოდ ადვილად გასაგებია. დასაწყისში პავლე მკითხველის ყურადღებას ამახვილებს იესოზე, როგორც ამაღლებულ მესიაზე. შემდეგ კი გვიჩვენებს თუ როგორ განადიდებს უფალს მისი ტანჯვა ციხეში. ამის მერე იწყებს საუბარს იმ ზეწოლაზე, რომელიც საცდურია კოლასელთათვის, რათა მათ ზურგი აქციონ იესოს. შემდეგ პავლე გვიჩვენებს ცხოვრების ახალ გზას, რომელიც იესოს აღდგომამ გაუხსნა კოლასელ მორწმუნეებს. წერილი იწყება ორი ლოცვით. პავლე ჯერ მადლობას უხდის ღმერთს იმისათვის, რომ როგორც ეპაფრასგან შეიტყო, კოლასელები უფალი იესოსადმი ურყევ ერთგულებას იჩენენ. ამჟღავნებენ სიყვარულს ღვთისა და მოყვასის მიმართ. და ასე იმიტომ იქცევიან, რომ აქვთ იესოს მიერ დაპირებული ახალი ქმნილების იმედი. შემდეგ კი ლოცულობს, რომ კოლასელი მორწმუნეები იზრდებოდნენ სიბრძნესა და სულიერ გაგებაში. ამის მერე პავლე აქ პოეტურ ტექსტს წერს, რათა კოლასელებსაც და ჩვენს დაგვეხმაროს სულიერ ზრდაში. ეს პოეტური ტექსტი გახლავთ პირველი თავის ცენტრალური ნაწილი. ის შეეხება ჯვარცმულ და ამაღლებულ მესიას. ეს პოეტური ტექსტი შედგება ორი პარალელური სტროფისაგან და ხასიათდება დაბადების, გამოსვლის, ფსალმუნებისა და იგავების წიგნების ენითა და ხატოვანი გამონათქვამებით. პირველი სტროფი გვიჩვენებს, რომ იესო ღვთის ჭეშმარიტი ხატებაა. განკაცებულ ქრისტეშია დამკვიდრებული ღმერთის და მისი მიზნის მთელი სისავსე. ის არის პირმშო. ეს ძველ აღთქმისეული სიტყვა აღნიშნავს იესოს სამეფო სტატუსს, რადგან ისაა მთელი ქმნილების განმგებელი. იესოს არსი სრულიად იდენტურია ერთი ჭეშმარიტი შემოქმედი ღვთის არსისა. მისითაა შექმნილი ყოველივე არსებული. ტახტები თუ მეფობანი, სულიერი ქმნილებანი თუ ადამიანები. იესო მესიაში ვხედავთ ქმნილების ჭეშმარიტ შემოქმედსა და მეფეს. მეორე სტროფში აღმოვაჩენთ, რომ ის ასევე ქმნის ყოველივე ახალს. ის არის თავი ახალი სხეულისა, რომელიც შედგება იესოს მორწმუნეებისგან, ახალი კაცობრიობისგან, რომლის პროტოტიპიც თავად ქრისტეს აღდგომაა. იესოშია დამკვიდრებული ღვთის დიდებული თანდასწრება, რომელიც მკვიდრობდა ტაძარში. სწორედ იესოს სიკვდილისა და აღდგომის წყალობით ღმერთმა შემოირიგა კაცობრიობა. შემოირიგა ყოველი მიწაზე თუ ცაში. ეს ღირს შესანიშნავი პოეტური ტექსტია და პავლე მას ხშირად ეხება წერილის მომდევნო ნაწილებშიც. პირველად გვიჩვენებს იმას, თუ როგორ გარდაქმნის ამ ტექსტში არსებული ჭეშმარიტება მის პირად გამოცდილებას ციხეში ტანჯვასთან დაკავშირებით. პავლე ისჯება იმის გამო, რომ რომაულ და ბერძნულ სამყაროს უქადაგებდა იმას, რომ იესოა აღმდგარი უფალი და მეფე ყოველთა. ამიტომაც პავლე მიიჩნევს, რომ მისი ტანჯვა მარცხის ნიშანი როდია. ეს არის საშუალება, რომლითაც ის იესოს ტანჯვაში მონაწილეობს, რომელიც მან ჩვენ და მის სიყვარულის გამო აიტანა. მისი სიძნელენი სინამდვილეში სიხარულის მიზეზია. ის საპყრობილეში იმ საოცარი ამბის გამოა, რომლის მიხედვითაც ისრაელის აღმდგარი მესია ქმნის ახალ მრავალეთნიკურ ოჯახს და უფრო მეტიც. ისევე როგორც ღვთაებრივი დიდება მკვიდრობდა იესოში, იესოც ასევე მკვიდრობს თავის მრავალეროვან ოჯახში. ანდა როგორც პავლე ამბობს, მესიაა თქვენში, დიდების იმედი. შემდეგ პავლე ეხება კულტურის სხვადასხვა წნეხს, რაც კოლასელებს აცდუნებს, რომ ზურგი აქციონ ქრისტეს. ისინი წააწყდნენ ერთგვარ ნაზავს, რომელიც აერთიანებდა მისტიკურ მრავალღმერთიანობასა და რჯულის ყველა მცნების დაცვის მოთხოვნას. ეს ახლად მოქცეული ქრისტიანები ისეთ გარემოში იყვნენ გაზრდილნი, სადაც სხვადასხვა ბერძნულ და რომაულ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, რომელთაგან თითოეული ღმერთი ადამიანის ამა თუ იმ სფეროს განაგებდა და ამიტომაც ბევრმა ქრისტიანმა იესო ღვთაებათა პანთეონში დაამატა, როგორც ერთ-ერთი ღვთაება. იუდეველი ქრისტიანები თავის მხრივ დაჟინებით მოითხოვდნენ არაებრაელებისაგან რჯულის ყველა მცნების დაცვას, რათა მათ მესიისადმი სრული ერთგულება უნდა გამოეხატათ. სახელდობრ პავლე ეხება კოშერული საკვების გამოყენებას, ებრაულ დღესასწაულთა დაცვასა და წინადაცვეთას. ეს იყო იმ პრობლემის მსგავსი, რომლის შესახებაც მოციქული გალატელთა მიმართ წერილში წერდა. პავლე მიიჩნევდა, რომ რომელიმე ცდუნების მორჩილება ნიშნავდა დათმობაზე წასვლას და უუნარობას იმისა, რომ ჩასწვდომოდნენ იმას, თუ ვინ იყო იესო სინამდვილეში და რა მოიმოქმედა მან მათთვის. კოლასელები სულიერ ძალთა მიმართ შიშით ცხოვრობდნენ, რომელთაც პავლე ამ ქვეყნიურ სტიქიებს უწოდებს, მაგრამ იესომ ამ ყოველივეზე გაიმარჯვა. თავისი სიკვდილითა და აღდგომით მან გაათავისუფლა კოლასელები ამ ძალთა მიმართ ვალდებულებისგან. მსგავსადვე იესომ ჩვენ ნაცვლად აღასრულა ყველა მცნება რჯულისა, რომელსაც მაინც არასოდეს ჰქონია ადამიანის ეგოისტი გულის შეცვლის ძალა. ამიტომაც ვერაფერს დავამატებთ იმას, რაც იესომ მოიმოქმედა თავისი სიცოცხლით, სიკვდილითა და აღდგომით.
იესოს მიერ აღსრულებულ საქმეს აღარ სჭირდება დამატებით რჯულის ყველა მითითების შესრულება. იესოა ის სინამდვილე, რომელზეც მიუთითებდა რჯული. რჯულის მცნებათა ნაცვლად იესოს მიმდევრებს აქვთ მისი აღდგომის ძალა, რომელსაც ძალუძს მათი შეცვლა. სწორედ ამას განიხილავს პავლე შემდეგ. იესოს კვალდაკვალ სვლა ანიშნავს ადამიანური ბუნების შეცვლას, რადგან მორწმუნის ცხოვრება ახლა აღმდგარი იესოს სიცოცხლის მოზიარეა. სწორედ ამიტომ მოუწოდებს პავლე კოლასელებს, რომ ეძიონ მაღლა, სადაც მესია ზის ღვთის მარჯვნივ. აქ პავლე იმას როდი გულისხმობს, რომ ქრისტიანები იმაზე უნდა ფიქრობდნენ, როგორ დატოვებენ ერთ დღესაც ამ ქვეყანას და ზეცაში წავლენ. არა, ზეცა ეს არის ადამიანის გონებაზე აღმატებული ადგილი, საიდანაც იესო განაგებს მთელ ქმნილებას. სწორედ ზეციდან დაბრუნდება ერთ დღეს ამ ქვეყნად იგი, რათა ყოველივე გარდაქმნას. როგორც პავლე ამბობს, როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით. ამიტომაც მოუწოდებს პავლე მათ, რომ უკვე ახლა იცხოვრონ ისე, როგორც ახალმა ადამიანებმა, როგორებადაც იქცევიან კიდეც ერთ დღეს. ის აღწერს მათ ძველ ადამიანურ ბუნებას, რომელსაც დამახინჯებული სექსუალურობა და ბილწსიტყვაობა ახასიათებს. ქრისტიანთათვის ეს ძველი ადამიანური ბუნება მოკვდა იესოსთან ერთად და ის უფლის ახალმა ბუნებამ ჩაანაცვლა, რომელსაც წყალობა და სულგრძელობა, პატიება და სიყვარული ახასიათებს. ამგვარი ადამიანური ბუნება არღვევს ჩვენი მსოფლიოსათვის დამახასიათებელ ნებისმიერ ეთნიკურ და სოციალურ საზღვრებს და ქმნის ახალ ხალხს, სადაც არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთილი და არც წინადაუცვეთელი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყველაში. ამის შემდეგ პავლე კოლასელებს უჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ვლინდებოდეს ეს ახალი ადამიანური ბუნება პირველი საუკუნის რომაულ ოჯახში. რომაული ოჯახი დიდი ავტორიტეტის მქონე ინსტიტუტი იყო, სადაც ოჯახის თავს მამაკაც ჰქონდა ძალა იმისა, რომ განეგო თავისი ცოლ-შვილისა და მონების სიკვდილ სიცოცხლე. ქრისტიანულ ოჯახში კი ყველაფერი სხვანაირადაა. აქ აღმდგარი იესოა ჭეშმარიტი ბატონი. მისი მმართველობის ქვეშ ცოლი აძლევს ქმარს იმის უფლებას, რომ პასუხისმგებლობა აიღოს მასზე, ანუ ცოლზე. ქმარი კი იესოს ემორჩილება, რაც იმაში გამოიხატება, რომ უყვარს ცოლი და მის კეთილდღეობას თავისაზე მაღლა აყენებს. ოჯახში, სადაც იესოა უფალი, ბავშვები ნივთები კი არ არიან, არამედ მათგან მოწიფულობასა და პატივისცემას მოელიან. მშობლებს კი მოეთხოვებათ, რომ შვილები მოთმინებითა და გაგებით აღზარდონ. ქრისტიანი მონები მოვალენი არიან, რომ პატივი მიაგონ საკუთარ ბატონებს, რადგან მათი ნამდვილი ბატონი ისინი კი არა, არამედ იესოა. იმ ქრისტიანებს კი, რომლებსაც მონები ჰყავთ, უნდა ესმოდეთ, რომ მონა მათი საკუთრება როდია, არამედ ისიც იესოს სხეულის ნაწილია, რომელსაც პატივი უნდა სცენ და უყვარდეთ. პავლე აქ მკაფიო ზღვარს ავლებს. ის ფორმას უცვლის ყველაზე მთავარ რომაულ ინსტიტუტს, ოჯახს და მის ცენტრში იესოს აყენებს, რომელიც ყოველივეს თავდადებული სიყვარულით განაგებს. პავლე არ აუქმებს ოჯახის სტრუქტურას, თუმცა გვიჩვენებს, რომ ამაღლებული მესია მოითხოვს, რომ ოჯახის გაგება სრულებით შეიცვალოს კოლოსეში მცხოვრებ რომაელთა გაგებაში. ეს ნათლად ჩანს წერილის ბოლო ნაწილში. ლოცვითი სათხოვრის შემდეგ პავლე ცხად ჰყოფს იმას, თუ როგორ უნდა მოქმედებდეს ეს მითითებანი ქრისტიანი მონებისა და ბატონების ცხოვრებაში. ჩვენ ვიგებთ, რომ ტუქიკოსმა უნდა წაუღოს და წაუკითხოს კოლასელებს ეს წერილი. მას თან ახლავს ვიღაც ონისიმე, რომელიც კოლასელი ქრისტიანის, ფილიმონის ყოფილი მონა იყო. სხვა წერილიდან კი, რომელიც ფილიმონისადმია მიმართული, ვიგებთ, რომ ონისიმე გაქცეული ყოფილა თავისი ბატონისგან. მას დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, რისთვისაც ციხეს იმსახურებდა, მაგრამ პავლეს თხოვს მთელ ეკლესიას, რომ ონისიმე მიიღონ როგორც ერთგული და საყვარელი ძმა უფალში. შემდეგ კი ფილიმონის მიმართ წერილში პავლე ამბობს, რომ მან, ანუ ფილიმონმა უნდა მიიღოს ონისიმე არა როგორც მონა, არამედ როგორც ძმა. რა საოცარი ამბავია წერილის დასასრულს. ამრიგად კოლასელთა მიმართ წერილში პავლე გვიჩვენებს, რომ ადამიანის არსებობის არც ერთი მხარე არ რჩება ისე, რომ მასზე გავლენა არ მოახდინოს აღმდგარი იესოს მოსიყვარულე და განმათავისუფლებელმა ბატონობამ. ჩვენი ტანჯვანი, ჩვენი ცდუნებანი, რომლებიც დათმობისკენ გვიბიძგებს, ჩვენი ხასიათი და ეთიკური პრინციპები, ასევე ძალაუფლების განაწილება ჩვენს ოჯახებში. ეს ყოველივე ხელახლა უნდა გავიაზროთ და გარდავქმნათ. ჩვენ მოწოდებულნი ვართ იმისკენ, რომ უკვე ახლა ვცხოვრობდეთ ისე, თითქოს იესოს მკვდრეთით აღდგომისთანავე შეიქმნა ყოველივე ახალი. აი სწორედ ამ ყველაფერს შეეხება კოლასელთა მიმართ წერილი.